50-დან 100 ღერამდე თმა ადამიანს დღის განმავლობაში ცვივა და ეს ნორმალურია. ჩვენი თმები ცხოვრობენ საკუთარი ცხოვრებით, აქვს თავისი ციკლი და გააჩნია რომელ ფაზაში არიან, ზოგჯერ იზრდებიან, მერე ისვენებენ, მერე ცვივიან და აი თმის ცვენის ფაზა აქვს თმებს. უმეტესობა თმები მაინც ადგილზე რჩება, რაღაც რაოდენობა ადამიანს ცვივა და ახლები იზრდება. ამას ვხედავთ ჩვენ ყოველ დღე. ადამიანები იტყვიან ზოგჯერ რომ ეხა მეტად მცვივა, ვიდრე მცვიოდა, ან სამარცხელზე მეტია თმები ვიდრე იყო, ან ბალიშზე, ან აბაზანაში როცა ბანაობენ. ვინ დაითვლის ეს 100 ღერი თმა იყო 50 თუ 250? ამიტომ რა არის მარტივი გზა, რითიც შეიძლება მივხვდეთ ჩვენ თმის ცვენა გვაწუხებს თუ უბრალოდ ეს ბუნებრივია, რაც ჩვენს თავს ხდება. ამ მარტივი ტესტი არსებობს, რაღაც რაოდენობა თმა, რაც ხელში ესე მოყვება პირდაპირ, ეს უნდა გამოიწვიოს ადამიანმა თავიდან და თუ ხელში 5 ღერზე მეტი თმა მოხვდება, რომელიც ჩამოცვივდება, მიიჩნევა რომ ეგ თმის ცვენა არის. 5 ღერზე ნაკლები ნორმად მიიჩნევა, განსაკუთრებით 1-დან 3-მდე არის ნორმა. და რატომ ეწყება ადამიანს თმის ცვენა? რა არის მიზეზი? ყველაზე მთავარი მიზეზი არის ხოლმე სტრესი და ამას ქვია ტელოგენური თმის ცვენა, როცა ადამიანს აქვს რამე ცხოვრებისეული სტრესი და ეწყება თმის ცვენა. შეიძლება იყოს სხვა მიზეზებიც, რა თქმა უნდა, მაგალითად რკინის დეფიციტი, ან ცილებს არ იღებდეს ადამიანი საკმარისად, ან ვიტამინებს არ იღებდეს საკმარისად, მაგრამ ყველაზე მთავარი მიზეზი და ყველაზე ხშირი როგორც წესი სტრესია. სტრესი როგორი შეიძლება იყოს? სტრესი ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა სტრესია. ორსულობა და მშობიარობიდან დაწყებული, მაგალითად სახლში რამე მნიშვნელოვანი მოხდება, ან სამსახურს შეიცვლის ადამიანი, ან სადმე წავა ემიგრაციაში მაგალითად, ნებისმიერი ესეთი მოვლენა დიდი სტრესია ორგანიზმისთვის, ამიტომ სტრესია მთავარი, ყველაზე მთავარი, რაც აი ამ თმის ცვენას იწვევს. სხვა მიზეზებიც არის, რა თქმა უნდა, მაგალითად საკვები დეფიციტები, შედარებით იშვიათია ეგეთი შემთხვევები. მთავარია კიდე ვისზე ვამბობთ, კაცებზე თუ ქალებზე. იმიტომ რომ კაცებს სხვანაირი თმის ცვენა აქვთ ძირითადად და ქალებს სხვანაირი. ეხლა რომ ვამბობთ სტრესიო, ეს ქალებს ეხება ძირითადად, ქალებს უთხელდება თმები სტრესის დროს და მთელს თავზე უბრალოდ თმები თხელდება პირდაპირ გაგებით. კაცებს სხვანაირი თმის ცვენა აქვთ. კაცების შემთხვევაში მიზეზი არ არის სტრესი, მიზეზია ტესტოსტერონი, რომელიც გარდაიქმნება დიჰიდროტესტოსტერონად კანში და ეს დიჰიდროტესტოსტერონი ბლოკავს თმის ფოლიკულებს, ამცირებს დროთა განმავლობაში მათ და შემდეგ კაცს ეწყება თმის ცვენა. თმის ცვენა განსაკუთრებით შესამჩნევია კიდეებში მაგალითად, ეს თმის ხას რო ეძახიან, კაცის თმის ცვენა სახასიათოა და ამას ანდროგენული ალოპეცია ქვია. ქალების შემთხვევაში ესეთი თმის ცვენა ძალიან იშვიათია, თუმცა შესაძლებელია, მაგრამ ქალების შემთხვევაში წამყვანი არის სტრესი და თმების შეთხელება. თუ ერთ რამეს ვიტყოდით, რომელიც აი საერთოდ არაფერი არ ვიცით, თქვა და ერთი დაასახელეო, რო თქვა ქალებში მაგალითად თმის ცვენისთვის რა შეიძლება იყოს, ეს არის რკინის დეფიციტი. რკინის დეფიციტი იწვევს ანემიას. რკინა მნიშვნელოვანია, რომ ჟანგბადი მივიდეს თმებამდე და თმების კვება მოხდეს და როცა ეს არ ხდება, მაშინ თმის ცვენა ქალებს უძლიერდებათ, ქალებს menstruალური ციკლი აქვთ და სისხლს კარგავენ, ამ დროს სისხლთან ერთად იკარგება რკინა და ამიტომ რკინის დეფიციტი ქალებში ძალიან ხშირია. ფერიტინის განსაზღვრით ხდება ხოლმე შეფასება, რკინის დეფიციტი აქვს თუ არა ქალს. და თუ აქვს, მაშინ რკინის საკვები დანამატი არის ნომერ პირველი, რაც უშველის თმის ცვენას. ნომერ მეორე დაიმახსოვრეო, რომ გითხრან, რითიც შეიძლება უშველო თმის ცვენას, არის მინოქსიდილი. მინოქსიდილი ეფექტურია კაცების და ქალების შემთხვევაშიც, თუმცა
უფრო მეტად აღიარებულია მაგალითად FDA-ის მიერ პირდაპირ რეკომენდირებულია ანდროგენული ალოპეციის დროს, ანუ კაცების თმის ვენის დროს, თუმცა ქალებშიც ეფექტურია. რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს, რითი როგორ მოქმედებს მინოქსიდილი, არის მოსაზრება, რომ სისხლძარღვებს აფართოვებს და სისხლძარღვებს აფართოვებს უკეთესი კვება აქვს თმის ფოლიკულებს, ან ზოგი თეორიის მიხედვით კალიუმის არხებზე მოქმედებს. თუმცა ჯამში შედეგი გვაქვს ის, რომ თმებს ზრდის რამდენიმე თვეში, დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში, ზოგჯერ 6 თვის განმავლობაში და პრობლემა აქვს ის, რომ როცა შეწყვიტავ მის მიღებას, თმის წვენა ისე ვიწყება დაახლოებით 6 თვეში. ანუ ძირეულ პრობლემას არ აგვარებს, დროებით თმის წვენას აჩერებს და პირიქით თმის ზრდას ხელს უწყობს. ეგ არის მინოქსიდილის დადებითიც და უარყოფითი მხარეც, ანუ მთელი ცხოვრება ჭირდება მიღება. როგორი სახით იღებენ და როგორი სახით მივიღოთ მინოქსიდილი? მინოქსიდილის კაფები არსებობს, რომელიც უნდა დაიტანო თმის კალბზე, ასევე წვეთების სახითაც არსებობს, ასევე დასალევი ფორმაც არსებობს. 5%-იანი კაფი მიიჩნევა სტანდარტად, ყველაზე ხშირად რასაც იყენებენ. დასალევი რა შემთხვევაში არის, თუ კი ადამიანზე კანზე მაგალითად ალერგიული რეაქციას ან მოკლედ კანს აღიზიანებს და დასალევის შემთხვევაში პრობლემა არ აქვს ადამიანს, ამ დროს ნიშნავენ დასალევი მინოქსიდილს, თუმცა ოქროს სტანდარტი მოკლედ არის კაფის წასმა თავზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ხშირად ამბობენ, რომ ზეთები, აი რომელი ზეთია კარგი, რომელი ზეთი ჯობია და თუ აქვს ეფექტურობა ზეთებს, თუ მითია, თუ როგორ არის, რას ვიტყოდი ზეთებზე? სამ ზეთს გამოვარჩევდი, რომელსაც კვლევებით აქვს ეფექტურობა და რომლის თავზე დატანაც ღირს. პირველი არის როზმარინის ზეთი, მეორე არის გოგრის თესლის ზეთი და მესამე არის peppermint, ესე ქვია, მისი ზეთი. რაც შეეხება რომელი უფრო ეფექტურია, რომელი როგორ და რა დროს გამოვიყენოთ, სამივეს გამოყენებაც შეიძლება მონაცვლეობით, იმიტომ რომ მაგალითად როზმარინის ზეთი თავზე დაიტანოს ადამიანმა, ნუ სკალპზე შეიზილოს, რამდენიმე წვეთი უნდა იყოს გაზავებული ამ შუამავალ ზეთში, რომელიმე ზეთი შეიძლება იყოს სხვა და დაიტანოს ადამიანმა თავზე. კვირაში 2 ჯერ და შემდეგ რაღაც დროის მერე ან ჩამოიბანოს, ან ზოგ შემთხვევაში მთელი ღამეც შესაძლებელია მისი დატოვება. ეფექტურობით როგორია? ერთ-ერთი ეფექტურია როზმარინის ზეთი. ხანგრძლივად გამოყენება შეიძლება და ორგანიზმს რამეს უშავებს? არ უშავებს. ერთ-ერთი რასაც აკეთებს არის, რომ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს თმის ფოლიკულებში, მეორე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და მესამე ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, ანუ თმის ფოლიკულებს იცავს. რაც შეეხება გოგრის თესლის ზეთს, მასაც მაღალი ეფექტურობა აქვს, მაგალითად, რომ ვთქვათ, რამდენად ეფექტურია აი ეს ზეთები, ხო? სტანდარტად ავიღოთ მინოქსიდილი. მინოქსიდილს რომ შევადაროთ, მინოქსიდილი თუ არის 10-დან 8-იანი, მაშინ როზმარინი იქნება 10-დან 7.5 და აი 10-დან 7.5-თან ახლოს იქნება გოგრის თესლის ზეთიც. გოგრის თესლის ზეთი თრგუნავს დიჰიდროტესტოსტერონის დონეს ამცირებს და შესაბამისად ჰორმონულ მექანიზმზე მოქმედებს. ხო, ჰორმონული ეს საშიში არ არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეგ კანში აკეთებს ამ დიჰიდროტესტოსტერონის დათრგუნვას და ჩვეულებრივ ტესტოსტერონს არაფერს არ უშრება. ამიტომ საშიში არ არის, პირიქით სხვა ბევრი დადებითი ეფექტიც აქვს გოგრის თესლის ზეთს. მისი წასმაც შეიძლება თავზე და დალევაც შეიძლება გოგრის თესლის ექსტრაქტი. ძირითადად ესე აკეთებენ, რომ ექსტრაქტს სვავენ, როგორც საკვებ დანამატს და როზმარინს ასევე კვირაში 2 ჯერ იღებენ. რაც შეეხება პეპერმენტი, აქ მთელი
მუღამი ესე ვთქვათ არის რომ მენთოლს აქვს ეფექტი სისხლის მიმოქცევა გაუმჯობესოს და როცა დაიტანება თავზე რამდენიმე წვეთი ასევე უნდა იყოს განზავებული ზეშუა მოაზეთში და უნდა გაიჩეროს ადამიანმა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შემდეგ უნდა ჩამოიბანოს შამპუნით და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და თმის ზრდას ხელს უწყობს თუმცა ზედა ორთან შედარებით ნაკლებ ეფექტურია, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია. და არის ხოლმე კითხვები, აი სახლში ნიღბები რომ კეთდება სამზარეულოში რაც გვაქვს იმით, რამდენად ეფექტურია თმის ზრდაზე და თუ შველის და ასე. ეგ ნიღბები უმეტესად არ არის ეფექტური თმის ზრდისთვის. თუ საუბარია იმაზე, რომ უბრალოდ თმის გაჯანსაღებას ხელი შეუწყოს, ეგ კი შესაძლებელია, მაგრამ თმის ზრდისთვის და ის რომ თმა მოიყვანოს, როგორც წესი ეგ ნიღბები არ შველის, რაც ჩამოთვალე, აი ეს ტოპ 3-ია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად და კარგად შესწავლილია და რომლის ეფექტურობაც ვიცით, რომ მართლა ეფექტურია. რაც შეეხება აი ამ ნიღბებს, ზოგი არის მაგალითად კვერცხის ნიღაბს იკეთებს, ზოგი თაფლის და სხვა რაღაცეების მაგალითად აი კვერცხის ნიღაბი ხო, რომელიც იზილავენ თავში, რატომ B ვიტამინით მდიდარია კვერცხი, ცილებით მდიდარია კვერცხი და თმისთვის საკვებია ეს ყველაფერი, თუმცა არ ამოყავს და ამ ხრივ შეიძლება გაუმჯობესოს, დაახლოებით შეიძლება რომ შეიზილოს ადამიანმა. ხო, ურევენ ხოლმე შეიძლება იოგურტში გაურიოს ან ზოგი მაწონში და ესე და ამ ნარევს ისვავენ თავზე, იჩერებენ. რაღაც დონეზე შეიძლება კონდეს დადებითი ეფექტი, რაღაც დონეზე შეიძლება თმები გააღიზიანოს გაჩენას გაურევ, თუ მჟავას მაგალითად მაწონს გაურევ, შეიძლება სკალპი გააღიზიანოს პირიქით და ამიტომ ნიღბებთან უნდა იყოს ადამიანმა შეუძლია მოსინჯოს და ნახოს რამდენად მისთვის, რამდენად მისაღებია მის თმას, რამდენად მოუხდება. უფრო თმის ხარისხზე შეიძლება კონდეს გავლენა ვიდრე თმის ზრდაზე და ანუ უფრო მოცულობა მისცეს თმას, მაგალითად გამოიყურებოდეს უფრო მბზინვარეთ და ესეთი ეფექტები შეიძლება კონდეს აი ამ ნიღბებს, მაგრამ არა სამკურნალო ეფექტი. კვერცხის ის ჩამობანა მერე უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა. ცივი წყლით, ცხელი წყლით შეიძლება მოიხარშოს ის კვერცხი თმებში, ასე რომ ეგ უნდა აირიდოთ თავიდან. რაც შეეხება თაფლის ნიღაბს, თაფლის ნიღაბიც ცნობილია, ხშირად იკეთებენ, ესეც დაახლოებით 20-30 წუთი უნდა გაიჩერო. ეს ნიღბები ძირითადად კეთდება კვირაში 2-ჯერ, თაფლს აქვს, მინერალებს შეიცავს, სასარგებლო ფერმენტებს შეიცავს, მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ასევე ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს და ეხმარება თმებს, ოღონდ ეხმარება აი ის მინიმალურად. აი ეს ადამიანმა უნდა განსაზღვროს ის წვალება უღირს თუ არ უღირს, რაც და დისკომფორტი, რაც ახლა თაფლის ნიღბის გაკეთება არ არის კომფორტული, ხო? და რამდენად სარგებელი აქვს, ინდივიდუალურად შეიძლება გააწყვეტოს, მაგრამ სუფთა სამედიცინო კუთხით მოკლედ 10-დან 3 ან 4 ესე თქულას მივცემდი. მაშინ როცა თქვა 7-იანები და 8-იანებია ის ზეთები, მინოქსიდილი 8-იანია და ეხა იქნება კითხვა, როცა ადამიანი იტყვის რომ აბა არსებობს 9-იანი? არსებობს რომელიც ისე ეფექტურია და ისეთი კარგია რომ ყველას ჯობია? არსებობს ეგეთი წამალი, ფინასტერიდი ქვია, რომელსაც 9-იანი ქულით შევაფასებდი. მაგალითად, მინოქსიდილი თუ დაახლოებით 60% ადამიანებშია ეფექტური, ანუ 100 ადამიანმა რომ გამოიყენოს მინოქსიდილი, 60%-ს ექნება ეფექტი, 40% ადამიანში 40 ადამიანს არ ექნება ეფექტი. ეს ცუდია? ცუდი არ არის, მედიცინისთვის ეს კარგად მიიჩნევა 60%-იანი ეფექტურობა, მაგრამ ფინასტერიც აქვს 80%-იანი ეფექტურობა. ფინასტერიდი არის 5-ალფა რედუქტაზას ინჰიბიტორი, ეს არის ფერმენტი, რომელიც ტესტოსტერონს გარდაქმნის დიჰიდროტესტოსტერონად და ამ ფერმენტს ბლოკავს. ან დიჰიდროტესტოსტერონის წარმოქმნას ბლოკავს, მოკლედ.
ვინაიდან მოქმედებს ჰორმონზე და მნიშვნელოვანია და მოქმედებს ძლიერად, არის კითხვები არის მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რადგან მაგალითად კაცების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს იმპოტენცია, იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება გამოიწვიოს გინეკომასტია, მკერდის გადიდება და ზოგ შემთხვევაში არის მოსაზრება, რომ შეიძლება პროსტატის ავთვისებიანი ერთ-ერთი აგრესიული ფორმის განვითარება შეუწყოს ხელი, თუმცა ეს არის საკამათო, რადგან ვერ თანხმდებიან ამაზე მართლა სიმსივნის რისკი აქვს თუ არა. ჯამში მიიჩნევა უსაფრთხო და ჯამში FDA-ის მიერ აღიარებულია ფინასტერიდი, როგორც ალოპეციის ან თმის ცვენის სამკურნალო საშუალება, მიიჩნევა მაღალ ეფექტურად და ზოგადად მიიჩნევა უსაფრთხოდ, თუმცა რა რისკებიც თქვი, მხედველობაში ადამიანს მაინც უნდა კონდეს ის. და ბოლოს ერთ-ერთი კარგი საშუალება კიდე ნიღბებს შორის არის aloe vera-ს გელი, ხშირად გამოიყენება ხოლმე როგორც თმის ნიღაბი, დამამშვიდებელი ანთებისაწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, შესაბამისად aloe vera-ც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თუ თმის ნიღაბზე მიდგა საქმე, კვერცხს და რაღაცებს მე ვიტყოდი რომ aloe vera ჯობია. პროგნოზი როგორია? კაცების შემთხვევაში თმის ცვენას ვერ შეაჩერებ კარგად და მყარად, რადგან გენეტიკურადაა განსაზღვრული. ფინასტერით შეუძლია მოქცეს ეფექტი და მინოქსიდილს და მithumetes ფინასტერს და მინოქსიდილს ერთად, მაგრამ შეანელო პროცესი, მაგრამ აბსოლუტურად შეჩერება ძალიან ძნელია. თუმცა მნიშვნელოვნად შეგრძნელება შესაძლებელია. რაც შეეხება ქალების თმის ცვენის პროგნოზი ძალიან კარგია. კარგია ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ქალებს თმის ცვენა გაუვლით. მაგალითად, სტრესიდან 2-3 თვის მერე იწყება ქალების თმის ცვენა და დაახლოებით 6 თვეში ისევ ახალი თმები იწყებს ამოსვლას და ეს თმის ცვენა უმცირდებათ ხოლმე ქალებს. ამიტომ შესაბამისად ეფექტურია მკურნალობაც, მეტი დახმარებაც შესაძლებელია ქალების შემთხვევაში, მეტად შეიძლება დავეხმაროთ ჩვენ თმებს ზრდაში ქალების შემთხვევაში. კაცებთან ნაკლებად, მაგრამ მაინც შესაძლებელია. ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები, დალაიქეთ, ან დააკომენტარეთ, ან გამოწერეთ არხი. ეს იქნება სოლიდარობის გამოხატულება თქვენი მხრიდან ჩემი არხის მიმართ, რაც დაეხმარება ამ არხს ზრდაში. მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ.